სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1985 წლის 30 იანვარს. ანუ დაახლოებით ერთი თვეა გასული 30-ე ნაწილს რო დაამთავრებს შორი და გადადიოდეს 31-ე ნაწილზე. ახალი წელი იხსენება და როგორც ეთყობა ძალიან პოპულარული ხდება ეს სესია და ძალიან ბევრს მოწონს. ბატონი ჯონი აკეთებს შესავალს, სანამდე პირველ კითხვაზე გადავიდოდეს. მე კიდევ ერთხელ ვწმუნდები, თუ როგორ იცვლებოდა ამერიკა, როგორ იცვლებოდა თუნდაც აი აქ კითხვების საშუალებით, როგორ დაუშვათ ადამიანები როგორები არიან. ერთგვარი ისტორიული მოგზაურობაც არის, იცით ამერიკაში. ეხლა როცა ამერიკა ესეთ პრობლემებს აწყდება, მე ყოველთვის მახსენდება ის, რომ როგორი იყო თავიდან ამერიკა და როგორ ავრცელებდა ამერიკანიზმს ან ამერიკული ცხოვრების წესს. აქცენტი არ იყო პირველი, რომ კოკა-კოლა გავრცელებული იყო, ან კიდევ მაკდონალდი. არა, იყო ღირებულებების გავრცელება და ფასეულობების გავრცელება. შეიძლება ეს არ იყო მთლიანად წმინდა ქრისტიანული, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იყო ჰუმანისტური და ადამიანური. თუნდაც ფილმებს რო გადახედავთ, ჰოლივუდის ფილმებს, თქვენ ნათლად მიხვდებით ამას. მაგალითად, ერთ-ერთი ახალი ფენომენი, რომელსაც მე წავაწყდი ახლა, ხო? ეს იყო დონალდ ტრამპის ესეთი პირდაპირი ხისტი განცხადებები წიაღისეულზე უკრაინასთან მიმართებაში. ამას ადრე არ ქონია, თუ ატყობთ ადგილი. ადრე იყო მაინც თავიდან იყო დემოკრატია, ღირებულები და მერე მიდიოდნენ. ან კიდევ შემდეგ, მაგალითად ჯორჯ ბუში როცა იწყებს ომს ერაყში და ემაში, მიზეზად მოიმიზეზა სადამ ჰუსეინის დიქტატორულისა, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით, რომ იყო ლაპარაკი ნავთობზე და ნავთობის ინტერესებზე, მაგრამ ამას ღიად არ ლაპარაკობდნენ პოლიტიკოსები. გესმით და როცა უკვე ბიზნესმენი მოდის და პირდაპირ ესე ხისტად ამბობს, ხო? ხედავთ როგორ შეიცვალა სამყარო. რო პირდაპირ ამბობს და ეს არის დიდი კრიზისის მიმასწავლებელი. აი ფილმებიც რო გახსენდებათ, თუ იცით კასაბლანკა, ხო შესანიშნავი ფილმია. ასევე თუნდაც შესანიშნავი შვიდეული ზორო და იცით ხომ ძალიან ბევრ ესე ვთქვათ ესპანეთის კოლონიებს კალიფორნია იქნებოდა ტეხასით ქვევით. თვითონ უნდათ შემოერთება ამერიკელებთან უნდათ ასოცირება და ურთიერთობა. ასევე თუ გახსოვთ კასაბლანკაშიც ეს რიკი, ხო ეს ცნობილი პერსონაჟი, ის ამერიკანიზმს კი არ იმაშრება, არამედ უფრო მაღლა დგას ადამიანურ გრძნობებზე, ღირებულებებზე და უფრო მაღალზე ცვლის. და ამითი ადასტურებს და თურთ მუსლიმან, ესე თქვათ, მაროკოში, გესმით, რომელსაც საფრანგეთი მართავს, ნახეთ როგორი პოპულარულია იგი და როგორ ყველას უნდა რომ რიკის მსგავსი იყოს. და ეს ძალიან საინტერესო ფილმი არის, ვისაც აქვს ნახი, ემიგრანტებზეც არის აქცენტი და ბევრი რამე არის. თან ომის დროს იქნა გადაღებული ეს ფილმი და იცით მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის ჰეგემონია უკვე მთლიანად დომინანტი გახდა. გასოთ რომ ამერიკის უკვე დოლარი ცვლის ფუნტ სტერლინგს და უკვე დომინანტი ხდება რითი? აი ზუსტად ფასეულობებით და ღირებულებებით. და როდესაც მათ დაიწყეს ჩანაცვლება და ამერიკანიზმი, როგორც ისრაელი მოიხიბლა ამერიკული იმითი და მიითვისეს ესენი და უფრო დაკავდნენ თავიანთი ქვეყნის განდიდებით და სიამაყე შეუვიდათ, ნახეთ როგორ კრიზისებში აღმოჩნდნენ. აი თვით კანადაში მე რო ვთქვა, შეიძლება ქრისტიანული ტერმინოლოგიები და იმით თქვენ რომ დაიწყოთ მეტყველება სამსახურში ან სადმე, იცით, დაგბლოკონ და ძალიან შეგავიწროონ. თუ ამას სახსენეთ, მაგრამ თუ ფასეულობებს და ღირებულებებს, რასაც ქრისტიანობა ატარებს და ქრისტიანობას ნაყოფები იცით ხომ, ჩვენი ძირითადი არის იარაღი ნაყოფები, ხენაყოფით იცნობა. ძალიან გამავალი არის ყველგან. აი დღესდღეობითაც ამ ქვეყნებში, მე გეტყვით ავსტრალიაში ვიცხოვრე ხო დიდი ხანი, მოქალაქე ვარ აქაც კანადის, რომ კანადა დგას ყოველთვის ვამბობ ხოლმე ორ მცნებაზე. არ იპარო და არ იცრუო. ნახეთ და ეს ფასეულობები ძალიან დაფასებულია კანადაში. ძალიან დაფასებულია და მე ქრისტიანულმა ღირებულებებმა და ფასეულობებმა მიმაღწევინეს რა წარმატება აქ, რაც მივაღწიე. ყოველ პრობლემებს შეიძლება რომ ქრისტიანულად მოაგვაროთ. ყველა, თუნდაც აი ტოლერანტობაზე რო დგება საქმე, მიმტეველობაზე, უმცირესობებთან, თუნდაც სექსუალურ უმცირესობებთან ურთიერთობაზე. იცი როგორ დამეხმარება პავლეს სიტყვები, რომ მე არ განვიკითხავ, პავლე გვეუბნება ჩვენ, გარეს მე არ გავიკითხა, შინაგანს განვიკითხავ. ეს იყო ჩემთვის ბიძგის მომცემი.
რომ მე არ დამეწყო ზიზღით ყურება და იმ სამსახურის სფეროში სადაც მუშაობდი თუ იქნებოდნენ ესეთი ადამიანები ხო მე უყო სიყვარულით მოკიდებოდი მათ როგორც იგივე ადამიანს რომელიც გადასარჩენია და ქრისტესთან მისაყვანი აი ესევე ემიგრანტების საკითხი როცა ბევრს ქსენოფობია შეუვიდა და ზიზღი ინდოელი 2 მილიონი ინდოელამდე შემოგვივიდა 2 წელიწადში ხო და ძალიან ბევრს უჭირს ხო ამასთან გაბკლავება ისევ ქრისტიანობა დამეხმარა ჩვენ როცა ქრისტეს მივაკითხავთ ყველგან პასუხია მისი ყველგან მხოლოდ ერთი როდესაც ჩვენ გვიგრძალავენ მისი სახელის აღიარებას და ვინმეს გაკერპებას ხო რო გითხრან როგორც კეისარი აღიარე ტრუდო ან აღიარე ტრამპი ვიდრე იესო ქრისტე და ახლა ტრამპი ახლა მოსაჩვენებლად ხო ხედავთ ლოცულობს კიდევაც და იმასაც არ ითვალისწინებს რომ გაფრთხილება ხო სახალხოდ ესე ფარისევლები გააკრიტიკა იესომ არ ელოცათ მაგრამ მაინც პატივისცემა არის ამ ღირებულებების და ჯერჯერობით ის დრო არ დამდგარა უბრალოდ ადამიანები თვითონ ირთულებენ თავს და თვითონ შეძლით სიამაყის გამო სიზარმაცის გამო და ვერ ართმევენ თავს და როცა შენ ქრისტეს მიაკითხავ ყოველთვის არის პასუხი ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ მოიქცე მოდით მოვისმინოთ ახლა ეს სესია 31 ნაწილზე გადავედით გუშინ არ მქონდა საშუალება პირველად იყო მე მგონი შეიძლება მეორეჯერ უკვე რომ არ მქონდა ერთი დღე ჩავაგდე მაგრამ იმედია რომ დღეს და ხვალე 3 დღე ვისვენებ ამოვიღებ ყველა 3 მაგად და 5 მაგად დიახ მოვუსმინოთ ბატონ ჯოს შესავალს ძალიან კარგია რომ ამაღამ ყველანი ჩვენთან ერთად ხართ იცით კვირას გასულ კვირას ერთი დიდი მაღალი გარეგნობის ახალგაზრდა ბიჭი მოვიდა ჩემთან ღამის ქადაგების შემდეგ და მან მითხრა ჯონ მე უბრალოდ მინდა გითხრათ რომ ძალიან წუხარ რომ 4 შაბათს ამ ბიბლიურ კითხვებს და პასუხების სესიაზე არ ვიქნებიო იცით რომ ჩვენ ეკლესიაში ხალხის უმეტესობა არ გძნობს ესეთ საჭიროებას რომ მითხრას და არავინ არ მოდის ისე ხშირად რომ ვერ მოვა ამ 4 შაბათს ღამით და ვერ დაესწრება ჩვენსას, მაგრამ მე ვაფასებ ამ ადამიანის ახალგაზრდას ესეთ ყურადღებიანობას და მე მინდა მადლობა მოუთხადო მას. და მან თქვა რომ იცით მე უბრალოდ მინდა იცოდეთ რომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვწუხარ არ ვიქნები იმის გამო რომ UCLA-ში ეს არის უნივერსიტეტი კალიფორნიის ის ფრენბურთელია და დღეს საღამოს თამაში მაქვს და მწვრთნელს ვერ გავანაწყენებ და მე უთხარი კარგით ამის საფუძველზე გეპატიებათ მეთქი და მე არ მინდა პრობლემები მწვრთნელთან შეგექმნას მეთქი მაგრამ მე ნამდვილად ვაფასებ როდესაც ვინმეს მამას და მამას აქვს ასეთი ერთგულება ჩვენი თანამხანაგობის და თანაძმობის მიმართ მაგრამ უნდა ვთქვა რომ ყოველთვის ესე არ არის ხოლმე მე ძალიან მადლობელი ვარ ამაღამ რომ აქ ხართ ამდენი ადამიანი შეიკრიბეთ მე ერთგვარად დალოცვილი ვარ და დღეს როდესაც ვწალობდი მთელი დღე მე გავატარე ღვთის სიტყვაში დაახლოებით 8 თუ 9 საათი გავატარე უწყვეტად 10 წუთიანი შესვენების გარდა გასაოცარია ხედავთ აი მე ამან უბრალოდ მინდოდა აღმენიშნა რომ ნახეთ როგორც მაგარი მუსიკოსი სპორტსმენი და მაგარი სპორტსმენი იყო თავის დროს ჯონ მაკარტური არაფერი ისე არ გამოვა და 8-9 საათი ღმერთის სიტყვასთან გატარება და ეს არ არის რაღაცა ბერების მედიტაცია ახალგაზრდა მითხრა წასვლა უნდა არაბერად უბრალოდ გასვლა უნდა რომ გახვალ იქა რა იქ მოახმარ ამას რა ქვია ასეთ დროს ღმერთის სიტყვასთან ესეთ ურთიერთობას ეგ შეგიძლია ოთახშიც განმარტოვდე და არ წახვიდე მთებში და იგააკეთო ხო თუ გაქვს ამის უნარი და იმათი მედიტაცია რა არის კარტოფილის მოყვანა ქსოვა პურის გამოცხობა ეგ არის ხო ძირითადად აბა რა ლოცვაში ატარებენ რომ რაზე ლოცულობენ ეგენი აი კაცი ვინც ატარებს ნაყოფის სახეზეა რამდენი კითხვებია ხო გაცემული პასუხებზე და მიაქ ადამიანებამდე ეს არის ხო მუშაობა და ღმერთთან დროის დაყოფა აბა მის სიტყვასთან და არა რაღაცა უაზრო მედიტაცია არც იცი რაზე ხო უნდა შეეკითხოთ ყველას აბა გითხარი შენი ღმერთი როგორია და საინტერესო რას მოგიყვებიან თავიანთ ღმერთზე რა წარმოდგენები აქვთ ხო და ჯონ მაკარტური აგრძელებს მე ახლა ხან დავამთავრე პეტრეს წერილზე უტრიალებდი ძალიან და პეტრეს პიროვნებას უტრიალებდი და ძალიან ამაღელვებელი იყო ყოველივე ის რასაც მე ვაკვირდებოდი მე არ ვიცი
რატომ მომექცა ღმერთი ასე კეთილგანწყობილად, რატომ არის იგი ჩემს მიმართ ასეთ კეთილგანწყობილი? ეს არის უდიდესი პრივილეგია, რომ თქვენი თავი აჩუქა ამ ეკლესიას. და მე მინდა რომ ასმაგად გადაუხადო მას ეს სიკეთე და ვიმედოვნებ რომ ცოტათი შევძლოთ დაგიბრუნოთ ის ინვესტიცია რომელიც თქვენ გააკეთეთ და როდესაც მე შევისწავლე ღვთის სიტყვა. მე არასოდეს არ წყვეტ ამისადმი აღფრთოვანებას თუ დიდი რა პრივილეგია ეს ჩემთვის რომ გემსახუროთ. მე არასოდეს არ ვზნობ თავს უხერხულად ამის კეთების დროს და არასდროს არ მithქვია, ეხ ბიჭო, ეხლა კიდე უნდა დრო გამოვყო და დაუთმო ამ სესიას. არა, ჩემთვის პირიქით ძალიან სასიხარულოა ეს ბიბლიური კითხვები და პასუხები. ეს არის ერთგვარი ყოველი ახალი გამოცდილების მიღება და საოცარი მღელვარება. როგორც აღნიშნე, დღეს მთელი დღე პეტრე მოციქულთან გავატარე და იცით რომ ის უდაოდ გამორჩეული ბიბლიის პერსონაჟია, მისი წინააღმდეგობრივი ხასიათით და მისი ქმედებებით. და მთელი კვირის ნაწილი ამას დაუთმე, თუ როგორ იყო რომ მან სამჯერ უარყო, გახსოვთ ხომ, უფალი და როდესაც მე ამ პერიოდში ეს ჩემ თავზე გადამქონდა და ვიწყებდი ჩემი სულის ქექვასა და შესწავლას, მეც დავინახე ჩემი თავი პეტრეში. რომ მეც ავერდგავარ ხოლმე ისე ერთგულად და გამბედავად უფლის მხარდასაჭერად, როგორიც პეტრე იყო იმ მომენტებში. და უნდა გითხრათ რომ საშინელი რამ არის ამ განცდის დაჭერა. დიახ, მართლაც რომ ეს საშინელებაა. თქვენ უყურებთ ახლა ერთი კუთხით პეტრეს და ამბობთ, როგორ შეძლო ამ ჭირველმა ადამიანმა ამის გაკეთება. მაგრამ როცა შემოატრიალებთ, თქვენ მიხვდებით რომ შენც ხომ გააკეთე იგივე. ასე რომ ეს იყო ძალიან მშვენიერი გამოცდილება და მე უბრალოდ ვიფიქრე ერთი წუთით, რომ გამოვთქვა კიდევ ერთხელ მადლობა უფლისადმი და თქვენდამი, რომ მაძლევთ ამ პრივილეგიას. ვისწავლო, ვიყო თქვენი პასტორი და გაგიზიაროთ ხოლმე ის ცოდნა და გამოცდილება, რაც მე მივიღე. იმედი მაქვს, რომ შეიძლება ყველა მათგანი არ იყოს ყველასათვის გამოსადეგი, მაგრამ ვინმესთვის ხომ იქნება აქაც და მომავალშიც. ასე რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ ამაღამაც და ეს კითხვა-პასუხის დრო არის. იმედი მაქვს, რომ ჩვენი პასუხები დაემთხოვა თქვენს კითხვებს და დაგაკმაყოფილებთ. ასე რომ ჩვენ უბრალოდ გვინდა რომ მიხვიდეთ მიკროფონებთან, დადგეთ იქ და დაელოდოთ თქვენ რიგს და ჩვენ დავიწყებთ აქედან შუაში, სწორედ აქ. დენი, გთხოვ რომ პირველი გადაცე მიკროფონი თქვენს გვერდზე მდგომს და ჩვენ სამწუხაროდ ზოგჯერ არ ამბობენ ადამიანების სახელ და გვარს და პირდაპირ გადადის კითხვებზე. სალამი ჯონ, მოგესალმებით. მე მინდა მადლობა გითხრათ კითხვა-პასუხების ამ საღამოსათვის და მინდა ასევე რომ თქვენ იცოდეთ რომ ყოველთვის მუდამ მოუთმელად ველით ამ დღეს და თქვენ კარგად იცით ეს. და ეს არის ის კითხვა, რომელსაც მე დიდი ხანია ვინახავ იმის შემდეგ, რაც მე მოგისმენეთ მათეს სახარებაში, როცა იხილავდით მე-17 თავს. გისმენ ძმაო, გააგრძელ, ესე იგი მამაკაცი ყოფილა კითხვის დამსმელი და მე წავიკითხავ მე-17 თავს, საიდანაც ეს პიროვნება საუბრობს. ლაპარაკია განკურნებაზე ადამიანის. მე-14 მუხლიდან. ხალხთან რომ მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა მას მუხლ მოდრეკით, უთხრა, უფალო შეიწყალე ჩემი ძე, თვარეულია და ძლიერი ტანჯება. ვინაიდან წარამარა ცეცხლში ან წყალში ვარდება. მიუყვანე შენ მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება. იესომ თქვა, ჰოი ურწმუნო და უკუღმართო თაობა, როდემდე ვიქნები თქვენთან, როდემდე გითმინოთ. აქ მომიყვანეთ. მოყვანისთანავე შერისხა იგი იესომ და გამოვიდა მისგან ეშმაკი. იმ ჟამიდან განიკურნა ყმაწველი. მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და კითხეს, ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა? ხოლო მან უთხრა, თქვენი მცირე რწმენის გამო,
ჭეშმარიტად გეუნებით თქვენ მდოგვის მარცვლის ოდენად წმენი რომ გქონდეთ და უთხრათ ამ თას აქედან იქით გადადიო, გადავა და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი. ეს მოდგმა კი არ განიდევნება თუ არა ლოცვითა და მარხვით. მაშასე ეს დაკავშირებულია იმასთან, რამდენად გჯერა თქვენ რომ დღეს ეპილეფსია და სიგიჟის შემთხვევები დემონური შეპყრობით არის გამოწვეული და შესაძლებელი იქნება თუ არა ამ ავადმყოფობების და დაავადებების განკურნება ამ დემონების განდევნით, მაგალითად როგორიცაა ექსორსიზმის გზით. ეს არის კითხვის დასმა და მეც ესეთი ფორმულება გავუკეთე. ექსორსიზმის გზით შეიძლება ეპილეფსიისა და სიგიჟის განკურნება. ჯონ მაკარტული პასუხობს: არანაირად არა. და მე საუცილებლად უნდა თქვა, მე ფიქრობ პირადად ახალი აღთქმის ჩანაწერების გააზრებით და იმის ცოდნით რომ დემონური ძალები ძლიერი და ძალიან ესეთი მოქმედი არის და ფაქტია ეს, ჩვენ ვერ ბრძვით არა ხორცსა და სილხს, არამედ სამთავროებს ძალაუფლებას გახსოვთ ეს ეფესელთა მე-6 მუხლის მიხედვით და მე წავიგითხავ ამ ადგილს. დასასრულს შემოძმებო გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით. შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს, რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელი სამყაროს მკვლელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ. ამიტომ ხელი მოკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ შეწინააღმდეგება ბორო დღეს და ყველაფრის გადამლახველება გაძლოთ. მაშ იდექით ჭეშმარიტებით წელს შემორტყმული და სიმართლის ჯავშნით შემოსილები და ფეხშემოსილი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას. აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა. ყოველგვარი ლოცვი და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს, სული და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინები და ლოცვით ყველა წმინდანისათვის. და ჯონ მაკარტური აგრძელებს, ვფიქრობ, რომ ბევრი ამ შემთხვევაში არის ეპილეფსიურ იმაზეა ლაპარაკი დაავადებებზე ფუნქციური ფიზიოლოგიური დარღვევა. ბევრი რამ როგორც ეპილეფსია შეიძლება იყოს უკვე დღეს ფიზიკური და არა სულიერი პრობლემის გამო. მაგრამ მე ვფიქრობ, რისი დიაგნოსტირება შესაძლებელია, როგორც ეპილეფსია, ჩვეულებრივ შეიძლება დადგინდეს როგორც ასეთი ფიზიკური ნივთების წყალობით. დღეს ჩვენ გვაქვს საკმარისად დახვეწილი დიაგნოსტიკური ტექნიკა ამის გასაკეთებლად. მე ვფიქრობ, რომ არსებობს ქცევა, რომელიც შესაძლოა ეპილეფსიური ჩანდეს და მაინც და მაინც აუცილებლად არ იყოს ეს დემონური მოქმედების შედეგი, არამედ ეს იყოს უბრალოდ წმინდა ფიზიოლოგიური მიზეზი. და პასუხი კითხვაზე, გძნობ თუ არა რომ ბევრი რამ შეიძლება აღმოიფხვრას დემონების განდევნით, დღეს სულაც არ მჯერა, რომ უფალი ჩვენ მოგვიწოდებს ამისაკენ. რომ დემონები გამდევნო ჩვენ და ექსორციზმით ეს შესაძლებელი იყოს. მე მჯერა, რომიც ქრისტესთან მიდის, თავისუფლება ამისაგან და ნებისმიერი ქრისტიანი, რომელიც ემორჩილება ქრისტეს, განთავისუფლება ამისაგან. საუბარი არ არის იმაზე, რომ უნდა მიხვიდეთ და აუცილებლად განაგდოთ ისინი და გააკეთოთ, რასაც მოციქულები და იესო ქრისტე აკეთებდა. ეს იყო ქრისტესა და მოციქულების ძალიან უნიკალური მსახურება სუვერენული გზით. ეს მათი პრივილეგია იყო. ქრისტე უბრალოდ ესაუბრებოდა, ხედავთ, ჩვენ რაც წავიკითხეთ, ეტყოდა დემონებს და ისინიც ისმენდნენ და გადიოდნენ, ტოვებდნენ ადამიანს. გახსოვთ? და მოციქულებიც იგივეს აკეთებდნენ. მაგრამ როდესაც მოციქულთა საქმეში კითხავ, ჩვენ ხედავთ, რომ მამანი და მამანი აპირებს ამას პეტრეს სახელით გააკეთოს, გახსოვთ, რამ დაემართებათ მათ და როგორ შემოუბრუნდებიან ის დემონები მათ, ასე რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ეს უკვე აღარ არის ჩვენს კომპეტენციებში და ჩვენ ფუნქციებში. მე ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენ არ აქვს ეკლესიაში ასეთი მსახურების საჭიროება და უფლის დაპირება, რომ შეეწინამდე ეშმაკს და ის გაიქცევა, არასწორად არის გაგებული. და როცა ჩვენ მივდივართ ქრისტესთან, ჩვენ ვიცით, რომ ის, ვინც ჩვენშია, უფრო დიდია იმაზე, ვინც სამყაროში არის, ანუ სატანაზე. სულიწმიდა უფრო დიდია მასზე, ვიდრე სატანა არის გარეთ სამყაროში. დიახ, მე მჯერა, რომ ფსიქიკური ავადმყოფობის დიდი ნაწილი მართლაც დემონური და სატანური მოქმედების შედეგია, მაგრამ ძალიან ძნელია მათი განსხვავება და იზოლირება, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ეს ყველაფერი ცოდვის შედეგია. ეს არის ადამიანების მიერ მიზანმიმართული არჩევანის შედეგი და რა თქმა უნდა, მოიცავს ის სატანასაც. და სიმართლე რომ ვიცოდეთ, რომ სტანდარტული, აი დღევანდელ დღეს ფსიქოლოგიური პასუხები ამ პრობლემას ვერანაირად ვერ აგვარებს. ჩვენ ძირითადად ამ პრობლემისადმი ჩვენი თანამედროვე ფსიქოლოგიური მიდგომით მივედით იმ ფაქტამდე, რომ
იცით ხომ, უმეტესწილად ფსიქოლოგია უძლურია და ვერ ეხმარება ადამიანებს. ასე რომ თქვენ გაქვთ სერიოზული პრობლემები, რა მოხდება? მე შემიძლია გითხრათ, მე ვიყავი ფსიქიატრულ დაწესებულებაში, მთელ ამ ხარეში ურეკავდი ადამიანებს, სტუმრობდი, მაინტერესებდა ის ადამიანები, თუ რა დღეში იყვნენ, რომლებსაც უნდათ მაგალითად ჩემი რჩევა ან დახმარება. და გარდაუვალი ის რაც ხდება, როდესაც ადამიანი მიდის იქ, დამიჯერეთ, მას არ აქვს განკურნება. ვერ კურნავენ ისინი მას. ისინი უბრალოდ აძლევენ მათ მედიკამენტებს ამ სიმპტომების დასაწყნარებლად და დასამშვიდებლად. განკურნა არ ხდება. არც ფსიქოთერაპიის ხარჯზე, არც მედიკამენტების ხარჯზე. უბრალოდ ისინი იზოლირებულები არიან და ხდება მათი რაღაცა ტრანკვილიზატორით და ანტიდეპრესანტებით მათი რაღაცა ჩაქრობა. ისინი ვერ უმკლავდებიან ამ პრობლემას. მე ახლა ხან მქონდა სტატია ჩემ მაგიდაზე მომიტანეს, რომლის კითხვაც მე დავიწყე და ძირითადად ის ფსიქოლოგიას ეხება და მის არაადეკვატორობაზეა საუბარი. არის კიდევ ახალი წიგნი სახელწოდებით Psychological Seduction. ესე იგი, seduction არის შეცდენა, როგორც აი მაგალითად ქალს მამაკაცი აცდუნებს, ეს არის seduction-ი ამ დროს გამოიყენება, ხო, ფსიქოლოგიური შეცდენა. წარმოგიდგენთ, ესე იგი, როგორ გვატყუებენ და იტყუებიან ფსიქოლოგები, მათ იციან, რომ არ განიკურნება ადამიანი და მაინც მანიპულირებენ ამით. ეს არის დაწერილი მკაცის მიერ, რომელიც არის ბოსტონის კოლეჯის ფსიქოლოგიის განყოფილების თავმჯდომარე და ფიქრობ ეს არის ძალიან პატივცემული აკადემიკოსი, რომელიც ამბობს, რომ ფსიქოლოგია როგორც ასეთი და მთელი ეს ბიზნესი უკვე დაზიანებულია. რადგან ახლა უკვე ნაჩვენებია და თვალნათლივია, რომ მათ არ შეუძლიათ ამ პრობლემის მოგვარება. მხოლოდ ფსიქოლოგიური საშუალებით ეს არ გვარდება. და გადადიან ისინი მედიკამენტებზე, რათა უბრალოდ აგრესია დაუგდონ ამ ადამიანებს. ასე რომ როგორც გამოსავალი, ეს ნამდვილად არ მუშაობს. მე ვფიქრობ, რომ ის არ მუშაობს ხშირ შემთხვევაში. ადამიანებს უბრალოდ სჭირდებათ უბრალოდ მათ ელემენტარულად საუბარი, ურთიერთობა, მაგრამ მიზეზი იმისა, რომ ეს არ მუშაობს, არის იმის გამო, რომ ყოფი ძალები უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ადამიანური ინფორმაცია და ადამიანური ტექნიკა, რომელიც ცდილობს რომ გაუმკლავდეს ამას. ხედავთ, ეს არის ზებუნებრივი. მათ აქვთ პრობლემა, ეს არის ზებუნებრივი ძალების ზემოქმედების. მაგრამ ჩვენ არანაირად არ აქვს საშუალება ექსორსიზმის გზით ამას მოუვაროთ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ პასუხი არის ერთადერთი ქრისტესთან მისვლა და შემდეგ მორჩილი ცხოვრება. აი ეს არის თუ გინდათ ამას გაუმკლავდეს და ამის მაგალითი უნდა მიცეს პიროვნებამ, ვინც რჩევას იძლევა. არ მინდა ახლა ამის ზედმეტად გამარტივება, რომ ვიღაცამ კიდევ რაღაცა შარი არ მოგდოს, მაგრამ მე მგონი რომ ეს ასეა. დიახ, გმადლობთ ჯონ.